გამარჯობათ ხალხო, ესე იგი გუშინ ადრე მოვედი ცოტა სახლში, დაახლოებით 6 იყო ან 5 საათი იყო პირველად 5 დღის განმავლობაში ადრე მოვედი და გავსტრიმე და სტრიმზე ვედავარეაქტე ორი რაღაც პროსტა ვუყურე და ისინი დავდე ამ არხზე. და კომენტარებში ცხელი ძაღლი რაღაც გვპირდები თუ ანუ ცხელი ძაღლი კი არა დედაჩემი არ მინახავს 5 დღეა ღამის 5-ზე და 4-ზე მოვდივარ. ხო და ამის შემდეგ ეს დავარეაქტოთ ახლა ეს სეზონი და ცხელი ძაღლი დასრულებულია ამით. იმის გამო რომ ადამიანის სიტუაციაში შესვლა თუ არ იცით რომ ყოველთვის ადამიანი ესე ვერ მოიცლის რომ დაჯდეს და არეაქტოს ღამის 5-ზე მკვდარი მოვდიოდი სახლში მანქანის გამო წვებოდი დილის 9-ზე ვდგებოდი, მივდიოდი ხელოსანთან, ისევ იგივე, ისევ მოვდიოდი, ხო ხედავთ რომ არ ვსტრიმავდი. შესაბამისად, თუ ვერ ხვდებით იმას, რომ ადამიანმა შეიძლება ვერ მოიცალოს რაღაცა რეაქციის გამო, რაც ანუ არაფერს არ ნიშნავს და უბრალოდ გისწორებთ თქვენ და მეც ვუყურებ, თუ ვერ ხვდებით, მაშინ მოდით დავარეაქტოთ ეს სეზონი და ამით მოვრჩეთ ამ სერიალს. ესე ჯობია, იმიტომ რომ არავინ განაწყელებული არ დარჩეს. ესეთი რაღაცეები ძალიან არ მიყვარს და შესაბამისად მირჩევნია ეს. დავედით. ესე იგი, ეს არის მერვე სერია მეორე სეზონის. ეს ნოდარია გომართელი. ალიასტომზე იჯერიან თებს ძირითადად. დადიქნიდა. იმას ვარ დავლებთ. აპატია და დიეტაზე ვარ ჩემო ზახარიჩი. წნევამ შემაწუხა ბოლოხანებში. სორშვები ბიჭო, სორს. ერთი მე ვერ დავჯექენ დიეტაზე რა. ასიებს პივა. შენ ხარ კიდე ნოდარები. არა მე მარტო ჭაჭავს ვარ. ალადე ჩენს ვეუბარ არ გვაქვს ჭაჭა. თუ არ გაქვს არ მინდა ბატონო. რას გვერჩის ბიჭო, აგი კაცი. არ გვერჩის ბიზნა ბატონო. ასეთი ლაპარაკი აქ ამას ბავშვობიდან. აბა გომართელი მოყევი რაც იცი. არაფერი არ ვიცი მე. რას ქვია, არიცი? თავი გინდა მომჭრა? ახლა გაუმეორე პატივცემულ სტუმარს, რაც მეძველიას მოუყევი. ეგ მე არ მინახავს. ახლავე დაგაპატიმრები ცოდი. რაზე უნდა დავაპატიმრო? რაზედაც გინდა. თუ გონია დამავიწყდა ოჯახის კუთვნილი მატორიანი ნავი რომ გადაწვი, თრალმა, ეჭვიანობის ნიადაგს. ნავი ჩემია, მინდა გადავწოვ, მინდა არა. მასე ტრაკით შენია. მაგრამ გაბედი და მიეცი ვინმეს თუ არ მოგაკეროს სროკი მამათ მავლობაზე. მოყევი მე შენ გეუბნები. მამათ მავლობაზე. მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ მითხრეს რომ აფთონიე გადარეულს თბილისელი კაცი ყავს შეფარებული. ეგ აფთონიე ვიღა. აფთონი სიხარულიძე. გადარეული მეთევზეა ერთი. წიგნების კითხვა გადარიე. ყველგან წიგნები აქვს, ქოხში, ნავში, ჩეჩმაში. ისე კარგი მეთევზეა. ნიუხი აქვს მაგარი. სადაც იტყვის ბადეგაშალი თუ იკასიაკი. კი არა, რატო შეეფარა ამ გადარეულ აფთონიე სიხარულიძეს ვიღაც თბილისელი? სხვათა შორის მე რობერტ გურგენიძემ და მეძველიამ ბევრი ვიფიქრე და გაგვახსენდა. უშოს უყვარდა აფთონი. მოწევდა ხოლმე ცხონებული პლანს. მოისვამდა ბალკონში აფთონს და აყოლინდა წიგნებს. იმას მეტი რა უნდოდა? ყვებოდა ვაინაი მირს და პოდნიტაე ცელინას. გასაგებია. შენ ეს ვეძღარი ნოდარი, ამ თბილისელზე რა იცი? მაღალი კაცი ყოფილა გამელოტებული ლეთ 50 პიად, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება. სპარტიული ტიპი ყოფილა მოსაწონი. კი, მაგრამ შენ ვიგითხრა ეს. ვინდა ალა? ბერძნის ქალია. აა, როცა ბადეს ვიმან ამოიღებს, ჩაუშვა? მოდის და წვრილ-წვრილ თევზს აგროვებს, ამარილებს და ყიდის. ამას წინეებზე აფთონისთან მისულა, ქოხში თევზის სათხოვნელად. იქ უნახავს ის კაცი. შეგიძლია გვანახო ის ალა? მე ნუ გამრევთ ამ საქმეში. ედემაც კარგად იცის ალას სახლი. კი, ვიცი სადაც ცხოვრობს. მოდი, ნოდარი გაუშვათ და ჩვენ მივიდეთ თუ ასეა საჭირო. ჯორგი, ეგრე იყოს. წადი ახლა შენ ნოდარი, თავისუფალი ხარ და თუ დამჭირდები, გამოგიზახე. ერთი ამბავი არ მესმის. ეს ბერძნის დედაკაცი. რატო აბარებს ასე დეტალურად ჩუტებს ამ ნოდარიას? მაპატიე და ხმარობს შიგადაში გავლას. აუ, თანაც თელმა ფოთმა იცის ნოდარის ეჭვიანობის ამბავი. რა ქნას ალა? ამიტომაც აბარებს აჩოტებს. სად იყო, ვისთან იყო? აიგა. წავიდეთ აბა. წავიდეთ. ოპა, კილერი ბრატ.
გამარჯობა. რა არის? კაზინოა კაცო? ელკრა ბატონო ედე. ვერთობი. ალა აქ ცხოვრობს ალა. კი, აგერა მისი ხმარი მტლა. ბაზიჯო დაუძახე. უთხარი, ბატონი ედემ გეზახისკვა. ეს აქ მარი და ის ხმარობს. შინ შემოგზარდეთ ბატონო, აქ რატომ ზიხართ? არ მსალია ქალბატონო შენ შემოსასვლელად. რამდენიმე კითხვას მოგცემთ ახლა და იცოდე გულწრფელად უნდა გვიპასუხოთ. კი ბატონო, რაშია საქმე? ვარი სახელი, მამის სახელი, დაბადებისელი. ანასტასია ადია ალა მარკოზოვნა, 1952 წელი. საიდან იცნობ მოქალაქე აფთონ სიხარულიძეს და რა საქმე გაქვს მასთან? აფთონს 1952 წელიო? ანუ ამ სერიალში ესე გამოდის რომ 52 წლის არის? ბატონო, ტელეფონი იცნობს. და ეგეც რომ არ იყოს, ჩემი მულის ბიძაშვილია თვად. მაშინ ის მითხარი რა დაგავალ ამას წინათ? გეტყვით ბატონო. გუშინ წინ მობილურზე დამარეკინა და ვინცხა ბიჭიზა მათქმევინა რომ მამა შენი ჯამთელა და არაფერი უჭირს და თქვენ რა ვახართო? ვინ ბიჭი იყო? მაგი არ ვიცი, ბატონო ედემი. რა ქვია მამას? ვინ მამას? არაფერი რო არ უჭირს და კარგად როა თლათ. მე რა ვიცი. აბა რა იცი შეუპატრონო. მე არაფერი ვიცი. არაფერი. რა ნომერზე დარეკე ისიც არ გახსოვს? აბდულმა ქაღალდი მომცა, ზედეწერა ნომერი და მე გადავკარგე სადღაც. ახლა წაგიყვან განყოფილებაში? აი გაგახსენებ ყველაფერს. წამოდი, არაფერი არის ის სამხალო. იცოდე ჩამივარდები ხელში და გაცეკვებ სირტაკს. თუ ყოფილან კაცი. ჯო პროჭი პოლიცია, რატო იმიქნა? რა უნდა თუ არ იცის. არა, ეს ხალი ყველაფერს ღირსია. მარა გამარჯობა ჟენია შენი. რა ვახარ? დამიჭირს ბატონო ედემი. თქვენ როგორ გიკითხოთ? ეხლა რაშია საქმე? ეს სამხანაგი თბილისიდანაა ჩამოსული. ოპერატიული სამსახურის მუშაკია. მოусმინე და რასაც გეტყვის ყველაფერზე პასუხი. გასაგებია? გასაგებია ბატონო, აბა რისთვის ვარ აქ? ქალბატონო ჟენია, თქვენ ალა ანასტასიადის რასაკვირველია იცნობთ? დიახ, ვიცნობ. ხო, გუშინ წი ყოფილა აქ და მობილურზე ულაპარაკია. კი იყო, აბა არ იყო? მე მაინტერესებს ვის ელაპარაკა და რა ნომერზე. ხო შესაძლებელია? კი ბატონო, ახლავე გუშინ წინ, ხო? ეხლავე ბატონო, გუშინ წინ. ესე იგი 25-ში ანასტასიაც დორეკავს მობილურზე თბილისში. ნომერი? ეხლავე ბატონო. ალა სასწრაფო თვილი სროს მუშაობს. 95-16-17. ალო? მესამე კაბინა. ლია, სასწრაფო ჩემი ერთე თბილის. ეს დრო არის. ბატონი ედემი შეკვეთა. ესე რომ ირეკებოდა. 95-16-17. ესენი არ მახსოვს ესე რომ თამარა! ირეკებოდა და. ბიძინა ვარ. ერთი ჩაიწერე რა მობილურის ნომერი და სასწრაფოდ დამიდგინა პატრონის ვინაობა. 8-9 63-29. დაგელოდო? ნეტო ვისა აქ ხა იგნო. ხო. გავიგე, ჯიგარი ხარ, მაგარი ჩინჩემზეა.
ჩაპურული არ ქონდათ, ხო? ამ დროს. რას მუშაობს? მაგის ხურდა არა მაგ ბატონო. ხურდა არაა საჭირო. აბა რა ქნა? ზეღან ორ კაცს უნდა მე მიეცი. აი ეს ნომერი დამიწერე ხახალზე და ფული შენია. ჩემი სიკვდილი. ამის უფლება არა მაგ ბატონო. მაშინ ეგ კი იყო ერთი მანქანის ფული. ასე დავა. ინებეთ? გისმენთ? მურამის დავალებით გირეკო. დიახ. თქვენ მიზანდებით. შვილი ვარ. აგერისა აფთონ სიხარულიძე. პატარა წვერიანი კაცი. რომელი? აგერ ხის ძირას ოფცის ხულობს. ხედავ ხო, ხედავ. ეგა? დიახ ბატონო. ჯურა სახელი ეს აფთონი რა უბედურებაა? რა ვიცი კაც. ზედმეტ სახელია თუ პასპორტშიც ასე უწერია? არა ნათლობის სახელია მგონი. ბერძნული იქნება. კი ბერძნულია. მადლობთ. რატომ კაცი? მე თვითონ მოვლი ამ საქმეს. როგორ დაგტოვო მარტო შეირაღებული ყაჩაღის წინააღმდეგ? აუღურ ახლა შენ რა შეასაქმე? ოპერატიული გარემოება ასე მოითხოვს 100-ია საჭირო თუ დამჭირდი დაგირეკავ. არა ოპერატიული გარემოება თუ მოითხოვს კი მაგრამ ხო ოპერატიული. მხოლოდ ოპერატიული. თუ დაგჭირდი დამირეკე არ მომერეკე. აუცილებლად მადლობთ. ეს აყვარელი კაცია მართლაც უკითხულობს, ბიჭო. კი გამოუტანია იგი ტელეგრამა ალას ტელეგრამ თქვენი დისკმარი რომა თქვენი სიძე სერგიე იმას გამოგზადია თიფლისიდან და ჩემსაღლიდან რა თქმა უნდა ხო და სარა გაქვს? აგერა ინებეთ მიქით სულელი არა ეს შემისა კიდე 10 დღეს აქ რა გამოძლებინებს თო? რატო შეუბადრო? თემსი გვაქვს, წყალი გვაქვს. პურსალა მოგვიტა, საგერამდე ციკლებია. ხო და ვიკითხოთ და ვიკაბათოთ და ვიყოთ. მე და თქვენი ცხოვრებული მეგობარი რო ვიყავით. უშაგიე ცერცვაზე, ასე ვიყავთ სულ. როგორ ასე? მიყვებოდა იმას და ქვია მისი ციმბირის ამბებს და დალდივასტოკის ამბებს და მიყვებოდი რომანებს. კი მარა რას უყვებოდი უშავს თუზმახა? უყვარდა არის სპარტაკი. კიდო უთავო მხედარი და ის იგი რომა მამის მკვლელი ალექსანდრე ყაზბეგის. ხანდახან ვაინა და მირი რომა იგიც შეხარ შეიმბადო. და საერთოდ თუ გინდა გეიგო კაცი რა ფერია და ვინა უნდა მოყვე რომანები მას. და რა ფერი ამბების მეწონება იმია იკაციც. მაგალითად ახლა ირო ჩემი ბრიგადირი უყარს ჩოჩარა
ნანა იმის ემგზოლას ხოდა დავითი კასრაძის კეთრი და დეკამერონი ამ პერიგაცია ახლა ხოდა აიგი რომ როივიღოთ ახლა მაგალითებ ჩემი ბატალიონი რომ გესამია რა იმას უყარს გრიზბილიკი იგი რომ რა ქვია ბასკერვილი იზაღლი და პროფესორ დოულის თავი ასე ჟან ასე გაშეშებული შეშინებული ასე მიყურებს მისმეს და აბერია ვაი ხოდა ახლა თქვენ შემილია რაცხა მოგიყვეთ რა თქმა უნდა თუ მიკადრებთ მაგრამ რა ვიცება ფინანსისი თუ გაგიგია არ ვიცი ვინ დაწერა შეხაჯი ვკითხულობდი რა ქონდა მოგლეჯილი დროის ეჩუბოთო მაგი არა მანდა მე ჩემი საყვარელი ავტორი მაგრამ დიდი მწერალია ვაღიარებ ახლა დავიწყებული მაქვს მე ეპატას თუ შემახსენებთ გემოგიყვებით და მაგაც მე გაურკვევლობა მანერულობს სხვა არაფერი გამოსირებულია სერგო არაფრის გამკეთებელი ჩემდას ნათელას არ გამოადგა არაფერში და მე რაში გამომადგება ჩემო ავტორი ერთი ამჭაობინა გამახწევინა კაცურ სიტყვას გაძლევ ერთ ტრაილერ წიგს გამოგიგზავნე მერე დაჭერში და იკითხე რამდენი რა არის გურა ამ სიჟურეს ჩამოვედი შენ სანახავად და რა და ასე ვიჭერეს აკაც მომაგენი შეჩათლა ხო მე შენ ყველგან მოგაგნებს ძმაო რას გადამეკიდე თელი ცხოვრება დამდებ ისიც ვახონი უნდა დავიჭირო თუმცა მოვკრა მაგათი დავალებით აი ამით უნდა მოკლა და თანაზე შემთვის ნაღდათ არავის არ დაუვალებია ისვით მე არ მეცილება ბიზინა რა ორჯერ კი ნაღამ დამბრიდეს ერთხელ ციხეში ერთხელ ახბოთში მე ვეღარის ვეღარ ვენდობ ვერჩე მომისვინე ლექსოს ესროლეს მე მანქანაში ბომბი დამიტეს პარალელურად ჩვენზე ნადირობენ ხოდა ჩამოვედი რა რომ დაგელაპარაკო აქ როგორ მომაგენი ძალიან ადვილად სხვადასხვის თელმა ფოთმა იცი შენი სამალავი ამიტომ თუ არ დაწიეხლა იქ ფიშტო და დროზე რაღაც არ მოვიფიქრეთ ნაღდად დაგუბრიდავენ ბატონო ასე გამლობს თუ რა რა გეკადრებათ ბატონო აფთოსი ხარ მიდე თქვენი სახელი ბიზინა ყველაფერი გვაქვს ბატონო ფულს გვაქვს ყველიც გვაქვს და წყალი ბატონო ბატონო ჭიქები თუ აქვს სტახანი ყველაფერი გვაქვს ბატონო ყველაფერი აგი ჩემ ჩამოსვლას გივი მაგარი კაცია მაგრად მეოსებ ახლა მე თებსი შევწვავ რა თქვენი სიამოვნეთ თენ ხოს რომ ეკრენტი არ დამეძავს და ჩვენებას არ მემიცია მაგრამ კი დაგიფასდა რა ეგ ერთგულებ აბა მე მაგის ზედაშე ფიჭო ციხეში ყველი შემომიგზავნა ერთი ბიჭი რო არ ყოფილიყო ასპოსეთელი ყელს გამომჭიდა ვისოფე მაგას კოშკა ო კოშკა მე არ ვიცი ისვის დაიჭირეთ მაგრამ ვაშკაცი ბიჭია არ იცი რა შენ თუ ზმა ხარ ლექსო და მე რო არ ყოფილიყავით ირაკლი მეტრეველის მკვლელობას მაგას ტენიდნენ ო ამაშია საქმე შენის მითხარი ფოჩი რა მოხდა რა მოხდა და ჩვეულებრივი მიშალოკა ზვიადა მაგრა დაამუშავეს რა ზვიადა რო არ ყოფილიყო მე მაგ პაბეგის ამბავს არ ჭამდი სულ ყველა ჩახოცეს ბიჭო უშო ზვიადა ზმა გოგი ეს გოგი ცირა ბიჭი იყო ლექსებს წერდა გიტარაზე უკრავდა ღეროდა როგორ უხარავდა ბიჭო ჩემა გოგომო ინგლისურზე ჩააბარაო ვაფშე რა ეგრეთ ტიპებს ციხეში რა უნდათო მე რო თქვენ გაკარით რა ამ ძალად სამართალ დამცველებს რა ეხლა არ გიგე რა ნიგადა
ფრთოსანი ანგელოზი ნუ გამოხედი. არა, მართლა გოგი რა. ძალიან კაი ბიჭი იყო. ამეკიდა ბიჭო. ზღვის ნახვა მინდაო. მომენატრაო. მე რა ვიცი ბიჭო, ამდენი და ვიფიქრე რა წავიყვან მეთქე წამოვიყვანე. რა ვიცოდითო? თუ სულ ყველას დაბრიდავდნენ. ეს რა დღეში ჩავარდითო? იცი რა გითხრა, აი ზერაგიასა რომ კაცი საქმეს დაიჭერს. მეტის ღირსია. ერთი აქედან თუ გავახციე რა. ზერაგიას სისხლს დავლა. ვის იზოლეთო? შენ ისი რომ მაგას მთელი რუსეთის გრუ და ფსბ იცავს. ამასინათ მილიციაში დავრეგე მოსკოვში. მაგ ზერაგიასთან დაკავშირებით რაღაცა მაინტერესებდა. მეორე დღეს ნახევარი მურკინა დახსნეს. მე რკილერები გამოგვიგზავნეს მე და ლექსოს. ნუ ლექსო გადარჩა. ცოლი მოუკლეს ბიჭო. შენ კეთის ხო იცნობდი? ოხ ბიჭო, ის პატარა გოგო გამხდა რიტო? აუ ცუდად გავხდი რა. აბა ისი რა დღეში ვიყავი? შენ ის მითხარი. ძალიან მოგერას თუ იცნობ შენ გაგაურიძეს. ისა ჯემალას მასტო. ხო? როგორ არა? ჩვენ ეს მეროში ვიყავით რა რუსეთში. ხშირად დავხმარები აქვს ერთმანეთს. ისე დიდი ფიგურაა რუსულ ბიზნესში. რაზე გაგახსენა ტომგერა? რა ვიცი. მე მაგაზე ბევრი კარგი გამიგია. მეორე მხრივ ნახდათ ვიცი, რომ ზერაგიასთან ერთად რაღაც საქმეს პლანტავს. იცი რა? პლანტავს კი არა, მე მგონი ზერაგია მაგას მაყუც აწერავს. რა საპარაკო ბიჭო. ზერაგიას რეკეტთან ახელია. ეთყობა მაგას ეგ ფული რაღაცაში დიდება. სწორია. რას ნიშნავს, რომ ზერაგიას კარგად იცნობ. არჩევნებში დებს ფულს. ალბათ. მამეტნავად ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მარილი მინდევი. ბატონო ავთო, თქვენ არჩევნებში თუ ყებულობთ მონაწილეობას? მე მოწმეებს ვიჩევ. ორამ კრა დასრულებს. ხორჯების ერჩევა ვითქვა. ბიჭო. ეგრა პარტიაში არა ვარო. არ ყოფილა. რა სოდეს? არც ვიქ. პირველად ვხედავ, რომ გურული არჩევნებში არ ყებულობს მონაწილეობას. რატო ბატონო ავთო? თქვენ ჯონათან სვიფტი ქეგეცრილებათ. კი ბატონო. დაბედარი კვერი გადახიო. ხოდა მაგარ თქვა, რომეო პარტიაო ეს არისო რავალთა სიგიჟე ერთეულების სასარგებლო და გასახარატო და ახლა მე ჩემო ბატონო არ ვარ ის კაცი ხმე ვინც ხას გულიზა გევიკიჟო თავი და ვასიაორო ჩემო ბატონო ახლა მე მაგარი კაცი. წვივა გადაიღო თებსი ვალე იქნება და გამობძადეთ და პირთვი დაგაი კეფალზე გვეპატიჟები თუ ხორჯოზე? შავთვალა კეფალია და ხორჯები იკითხეთ იქით სეით შენც მოთურვია განათლებას იღებ. ამიტომ მოდი ავთოს გაუმარჯოს. მართლა გაუმარჯოს ავთონს. მაგას ვარ ვეპოვე გემების სასაფლაოზე. ეხლა ჩემ შესაძლებლობას დალებდით. ჩვენ შესაძლებლობას მაშინ დალევენ თუ ზერაგე არ მოვიცილეთ. დაზე ფიქრო ვიცი-ბიძინა. რახანე კაკაურიძეს. ფულს აწეს. ესე იგი რაღაცაში ყავს გამოჭედილი. იასნე. და აშანტაჟებს. გამოდის რომ ჩვენ და მაგას ერთი მტერი გვყავს. ომგერა დიდი ძალაა იცოდე. თუ ჩვენ შევძელით და ომგერა ჩვენ მხარეს გადმოვიყვანეთ, ესე იგი მაშინ ჩვენ შევძლებთ ზერაგიას წინააღმდეგ ბრძოლას. როგორ? აი ჯერ არ ვიცი რა. აი მომისმინე. შენ თუ მაგას მოიფიქრებ და კომბინაციას დააწყობ. კაცურ სიტყვას გაძლევ რა. საბუთებსაც გაგიჩარიჩებ და მოსკოვშიც გაგიშვებ. მოსულა? მოსულა. დავაი. არა ძმაო, დედას გეფიცები რა. ნაღდი ძაღლი ხარ. აი ნამდვილი ჭკვიანი გიოცვერანი ძაღლი რა. ბიჭო, ეს რა რამსები ჩააწყვეტო? გარი კასპაროვ შეჭურდება. ბიჭო, ბანდიტი იყავი და ბანდიტად მოკვდები რა. აღარ იქნა შენი გამოსწორება. ეგრე როგორ დალაგდა ყველაფერი, რომ მე და შენ ერთ სვასკაში აღმოჩნდით, მე ამის დედა ვატირე.
ვა, კიდე შეწვით თევზი? ძვირფასათა შემწვერჩეო ბატონო. და მივიწვათ ახლა. ბიჭო, მივიწვევდი, მაგრამ რა ვქნა, არ წავიდე იმ ფოთში. გვიანია უკვე ჩემო ბატონო და დარჩი ჩვენთან და მოგასვენებთ საუკეთესოდ. მართლა დარჩი რა. მოდი ეს ერთი ბოთლი გავიყვანოთ ბოლომდე. ერთი ლევი კიდე გვაქვს და ხვალამდე ჩვენთან იქნები რა. ჩემო ავტორ, შენ შემოგელოს ჩემი თავი. ერთი სადღეძლო გითხარი რა. ჩემი მშვიდური. იმედია ის არ მოადგება, ხო? სტუმართან. მარა რაგი ასე გინდათ ვიტყვი ერთად ხალხს ბევრი რომ არ ვილაპარაკო მინდა სიყვარული სათხერცელო მინდა ამეთი წლის რომ შევსრულდი ლუარსაბ ჩიქოვნის ხალხი ვიყავ ვა ჰალა ბაგნური სიამბლეთ ვარა ჭუამ ყოფილი კაცი ამივიდოდა ჩიქოვანთან ქალის ხელის ათხოვ ვითუბეთეს ფშიერი და ხატაკი ოჯახის შვილი შეხედა ჩიქოვანმა ეცი ამფერ უწიგნურს აი ნასტავლი ხალია პეგავდა მე მივხვდი მე რომ ამ კაცმა შემიბრალა იქი და არ იმხატაკიო არ მიწოდა მე რა ვქეთვის აკეთე და წელიწადში 84 წელი მივადე ისოლე ჩიქოვა ვა უთხარი ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული სტანდალამდე ყველაფერი ჩამურგულებული მაგარი კაც შეხედა გლაი აწყალი თვალით შეხედა ხო ჩიქოვანმა და ითხრა აფთორ დაგვიანო პოტის გეპეუს უпросто ვერ უთხარიო მე სასიკვდილე ხვალეო ნიშნობა და ამთვის ბოლოსიო იმიყავთ მუციგო შეტრიალდა წევიდა დაპატარა მე გეიხსნა პანჯარა გაიხადა თვითონ მუცა მიყურა ერთხანს და მე შეიქნა ხელი და შებრუნდი ამაზე დიდი სიმწარე ცხოვრება შემინახავს მაგრამ ამა ციგნების კითხვას ვეძალებოდი ყველაფერს და ასე მეგონა ის ხილობდი ნუ საკვერდით მედკა რომ შლით უცლებს მისი სუდქვა ეს მოდა
აუსაწყარი და. ამისა გირმატლობელი ვარ. სიყვარულიდან. სიყვარულს მინდა გოგო. და მაგრად ასრულებს. ასე მინდა გავხატო ახლა. ჩემი სადღეშე. იცოცხლე ჩემოაქვთ. ხოდა აღარ მივდივარ ფოჩი. ხოდა ძალიან კარგი. მოდი სიყვარულს გავუმარჯოს რა. ის ნეტა იმან მისამართი ხო არ გაიგო იმ კილერმა და დილამშვიდობისა ბატონო აბთონ აფერხარ აგარ შენა ღმერთმა ივარო მოუნდეს ხას რა უნდა გნას გესვას უნდა საჩოულობთ ხალხი და გარსად არა რა ქვია იმას ბუტკა რაღაცა ჯიხური ბუტკას რა უნდა და პირი სამდე დაიბანოს კაცმა თუ ამხელაწყავს ვერ ხედავ განა და ტუალეტიც მაგია ტუალეტი თუ მოგინდება შეუძლია გადაეყუდო და ეგრე იქინე დღეში ხოდო დამუღამა ბიჭო აი რას ლაპარაკობ და Так, диараги. Гортха. ვიძინა, ცოცხალი ხართო. ვა. ვა, გადარჩენი ხარ ძმაო რა. კიდე კარი. შუმში არ მესროლებ. მაბიჭო მოგიდე ხელი. ნელა. რა დაჭედა? საღოლ ძმაო რა. რა მაგარი სოლა ხსონია ბიჭო, პირდაპირ შუმში არ დააჭერეთო. რა მაგარითო, კერჩი უმიზნები. რა მეაქვს ამ შატლა. ვინ არის თო ვაფშე? ასე ვერ მოდიღარ ვინ? შენ აიცნობ? რას უნდა უნდა შეჩემა ზერაგიას კაცია რა. ვინ არის? ესე იგი ჩემ მოსაკრავად მოსულა რა. აუ, არადეს. გამოიცანე. გუშინ გახსოვს რას გეუნებოდი? ახსოვს ხო? აჰა. ეძე. მე ვარ მე. ბიჭო, აქ ტრუპია. ხო. არ არის რა თუ ძვახარ ახლა მაგის დრო.
აქ მოხვალ და ყველაფერს გაარკვევ. აბთონ სიხარულიძე მოგასავლის გზას. ხო, ბიჭო. 1-2 ბოთლი პივა წამომიდე რა. დავა. რაშები შეჩემა? აჭერი ნებჩამ თავს თუ? ახლა ის გამომართვი. ეს რა არის? ჩემი სახლის გასაღებია. დავა ახლა დაგაზე თბილისში. გომართელის 17 ბინა 21. იქ მასივეში ცოტა კვერცხია, იქით რაღაც კარტოფილი ყრია და უჩემოთ არ გამოხვიდე შეჩემა. სადმე გამოვიდე ბიჭო, რა გიზი? დავა დაგაზე ფული გააქვს? არა, კაპიტანი. მოიცა. აიდე. იგარი. აჰა, ესეც აიღე. რა მაგარი კაცია. აქ ტოპია, ტო. აუ რა მაგარი როჭა, ბიჭო მიყვარს. რა მაგრად ასრულებს ეს კაცი. როგორ შეიძლება ბერდებოდეს. ესეთი ხალხი არ უნდა ბერდებოდეს არასდროს. აგდამელოდე ხლა მოვარ რა. კარგი რა უფროს. ამ კვირაში ორჯერ გადამაგდეს. ერთი თქვენაირი სალიდნი ბიძა იყო. ბიჭო, კარგი შემომხედე მეთქი. გადამგდებს გევარ. მენი გადაგდება რომ მიდოდეს, მანქანა გადაგაგდებ. დამელოდები, ვერფულს მიიღებ. არ დაიცდი, ვერაფერს ვერ მიიღებ. აირჩიე. ბნელა სადგურია, დიდი რისკია. ჩემ მდგომარეობაში და ხომ უნდა შეხვიდე. შეკაიდეთ მამიშვილო. ჩემ მდგომარეობაში რომ შევდივარ, ამიტომაც გეუნები. წახვალ რისკზე, ბევრი ფული გექნება. არ წახვალ რისკზე, არაფერი არ გექნება. აი აქ დამელოდე და ფეხი არ მოიცვალო იცოდე. კარგი ეგრე იყოს. მაგრამ ამაღამ მე თუ გეგმა არ ჩავაბარე, მართლა მომისვრიან მანქანიდან. კარგი შენ კაცობაზე იყოს. ჯიგარი ხარ. ოპა, ის ჩანდა გააცვა. ჯიგარო. ჩვენზეა ნათქვამი. ტონი რისკუით, თოთ ნიფიოთ შამპანსკე. წავედ. აუცა, მაგარი კაცი. ვაგზალი. ეხაც ესეთია. თქვენც უხდებოდით რომ ვაგზალიო. ზუსტად ერთი ესეთია, ეხაც არაფერი შეცვლა. ამის მერე გავიდა 21 წელი.
ჩემი დებილი დედა. ჩამოხედით. არა, ისე ვითავარ და გესიზმრები. რა არის ძირი სონდეში ჩემისა რა გავგიხდი რა. რას მანერულობ და მე ვიფიქრე ისე მოხია მეთქინას. კაი შემოხლა რა. შენ მდგომარეობაში მყოფ კაცი. ასე მკვდარივით უნდა ეწინოს. კაი შემოხლა. ყურები უნდა ქონდეს დაწყვეტილი ყურდღელივით. ია. ხა, როგორ მოეწყო? რა შენახარი შენი ბინა რა. просто აბთუნას გოგჯობია რა. ბიჭო, ეს რა ყაყად გაგიკეთებია? არა ბიჭო, ბებია შეესამეხლა საცივს დაგახვედრებდი რა. შეგაიგაცო. ერთი წელი სასის კიდო, ერთი ხახვი მაცივარში და ერთი ძმაიონეზი. აა ბიჭო. გეუნები რა, შენ ვარ ყოფილიყავი, ნახდა დაგურიდავდა რა. აი გინდა მომკალი რა. მეცნობა რა ნახდათ რა მაგისტრი დავაჭირე რა. ბიჭო, ზერაგიას აკრუჟენიიდან არის და განიშნა. გეცნობა. მელეჩნა ზერაგიასთან მქონდა საქმე. მაგის აკრუჟენიას ვაფშე არ ვიცნობდით. ერთადერთი ვინც აყავს ნალახი, ეს იყო სასოაჯაძე, ეგეც ორჯერ ნახე რა. აი ეს ტიპი მე კარ მინახავს. მაგრამ ეცნობა რა. ისე მაგარი კი იყო თო. ფაქტია. მაგარი პროფესიონალი იყო. ბიჭო, რატომ მოიხედა იქ ამან? დაგლიჯავ რა. მე ლადოს დაურეკავ ჯინუც უშიშროებაში. კარტოტეკას გავაჩითინებ. მოიცა, შენ მოიფიქრე ზერაგიაზე. რამე? ბიჭო, ზერაგიას არის გველეშების გახლად ეგრე ხო არ არის თო. შენ რა გინდა რომ ერთში მოვიფიქრო ყველა კომბინაცია? აბა ინჯექი ეგდე ახლა მაგ სკამზე და ჭამეს წასეცკენ. სანამ რამეს არ მოიფიქრებ ძმაკაც, ცხვირსაც ვერ გაყობ გარეთ. ეცე რას გეტყვიტო, შენ რა გონია რომ აქ ესეთი ბეზაპასნაში ვართ რომ აჰა. აკა ჩესმა მოგაკითხო და ვარ შედაკვირდო თო. გისმენთ? ადონიგივი თქვენ ახართ? კი, ჩამოვედი, ეხლა ჩამოვედი. ფოთიდან დე. არა. გადავჭირო. ალბათ ორივეს მოშორება უნდა და სამიდან კი ბატონო. ვინ? ჯინორია? არა, ოპერატიული ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. არის ვის? ქეთის მკვლელობა? შეტყობინება მცხეთის საავადმყოფოდან მოვიდა? არა, კი ბატონო, მე წავალ მცხეთაში. კი ბატონო გივი. წავალ, რასაკვირველი. კარგით. გარაბზანებთ. გივინც პირველი იყო რა. რა ხდება სახარიშტო? ალო. ეზო. კატაბაძე. ბიჭო, რა იყო? არ გესმის შეჩემისა? ვა, მე ვარ ხო, მე. რაჯიქს ლექსოს. მომისმინე ხარ ვიცი მე დეპრესია. დააჯექი მანქანას და გავუარე. უთხარი ქეთის მკვლელობას ეხებათ ხო? ხო და ის უთხარი კიდე ან მობილური ჩართოს. ან ქალაქის ტელეფონი. მომისმინე. მომისმინე ხლა. აქ რომ მოყვალ, ნუ იღრიალებ. ორჯერ ჩუმა დამიპიპინე მანქანა. სიგნალი ხო? გაიგე? დავაი. ისმა ეს მეთქარეთო, კაი ამბავია თუ ცუდი. არის რა. შენ ინფორმაცია გადამომოწმ. შენ როდეშილეთი მაინც გაიყანეთო. თორე ნახდა დაყრდები რა. ვა, გაშენა რა ღმერთმა ბიჭო. აი თურმე რა მაწუხებდა.
შეხედე, ორჯერ დაასიგნალ. ორჯერ. რატო? ნახევარ თბილის განგებინა შენი ჩამოსულ სამყარო. ბიჭო, მაგ დაუს, უთხარი, ნუ დაიყვირები. წავედი. მაცა რა. ეს ფული გამომართი. ო, ეს ფული საიდანო? სანადა თუმბუჩკიდან. უკანა გზაზე რო ზამოხვალ, წესეთ სუპერმარკეტში შეიარე და რაც გაგიხარდება იყიდე. რომელი თუმბუჩკიდან? ეს ჩატარგებს რა. ბიჭო, მე რო შენი ვიყო, აი მაგ მაგუც მოსკოვისთვის შევინახავ. წეცი რას გეტყვი? ხვალე ცოცხლები ვიქნები თუ არა ღმერთმა იცის. საიქოში წავიღო ეს მაყური, გამართი რა ეხლა. შენ არ დამანახო რა თუ ბახარ. ეს იმაკამო. ეს ჩამდა ყოველდღე. რას ღრიალებდო დაჭრილი დათვლით? ხო გთხოვე რომ მოხვალ ნაზად და მის სიგნალებით. ეგ არის? აი კელი მთელი უბანი. სადარი ლექსო? არ წამოვყვა ზახარიჩო. უჩემოდაციოლას გავა ქართული პოლიციაო ასე მიყვა. ისევ სვამს არა? ცოტას. როგორ არის იცი, არც ბრალია, არც დიზელი ვერ გაიგებ. სად მივიდივართ? ცეთაში. ცეთაში რა გვინდა? აი კეთი რომ მოკლეს იმ დღეს ერთი. დაჭრილი მიუყვანიათ საავადმყოფოში პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე. გარდაიცვალა ხო და საინტერესოა რა. ზედ დაუტირა ლექსო. ერთ-ერთი მაინც ჩააძაღლა. ხო. შენ ყველაფერი საიდან იცი? თუმბუჩკიდან. მიდი რა წადე დროზე. შემდეგი სერიას რო იცოდეთ, მე ყოველთვის რასაც ვამბობ, ვაკეთებ 4 რეაქტი დაიდება კვირაში თქო, ხო გითხარით? 2 დაიდო აქამდე ამ კვირაში ცხელი ძაღლი არ დამიკონკრეტებია მე, მე ვარ სიტყვის კაცი. 2 რეაქტი დაიდო, ეხლა ამის შემდეგ კიდე ერთი სერია დაიდება ამ კვირაში. ამ კვირაში რა ეხლა? ასე რომ 4 გამოვა, აი რომ მეუნებით არასრულებს სიტყვას. და ლაიქით არხი გამოიწერეთ.